ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავართ. გილოცავთ, NDI კლავაც ქართული დემოკრატიის სადარაჯოზე დგას. ამიტომ მე წავალ, დავჭდები. მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. აბა თუ ისეთ ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? რაღა თქმა უნდა NDI-ს. და მე იგივე ვარ მარად და მარად ეს სიტყვები ვის არ ეკუთვნის? რა თქმა უნდა ისევ NDI-ს. იმიტომ რომ NDI მარად განახლებადი ორგანიზაციაა. მაგალითად, ადრე თუ აშკარად ნაცების პოზიციებს ამყარებდა, ახლა აი ასეთი მეთოდით ამყარებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც გამოკითხვის დროს დაისვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერების 10% კმაყოფილია არსებული მდგომარეობით, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან არ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლების საქმიანობაზე, ან უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოფიციალური პოზიციიდან. არა, ყოჩახ NDI. ჭკუა ხომ გინდა ჯერ ასეთი კითხვა მოიფიქრო და მე ისე მიამიტურად დასვა თითქოს წინასწარვე არ იცოდე პასუხი. ახლა მართლა სხვას ვის შეეძლებოდა მოსვლოდა თავში მთელი ქართველი ხალხისა და ჯონდი ბაღათურიას გარდა რომ ბიძინა ჩემი გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. არა ახლა ჯონდის განცხადების მერე მეც დავეჭვდი ნეტავ ბიძინა განდეგილი რაღაც სახელმწიფო საქმეებში მართლა ხომარედება მეთქი მაგრამ ახლა უკვე დავწმუნდი ხო რო ნამდვილად ასე. იმიტომ რომ მაინც NDI-ს უფრო ვენდობი ხო? და იმისიც მჯერა რომ პატივცემული NDI მომავალ გამოკვლევებშიც გაგვაუცებს ისეთი ვირეშმაკული შეკითხვებით როგორებიცაა. დაეცა თუ არა ლარის კურსი. იყო თუ არა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ფეხბურთელი. კარგია თუ ცუდი მთავრობა რომ უნიათოა. NDI მიყვარხარ რა. და ეს სიყვარული და მხარდაჭერა მინდა ამ შეძახილით გამოვხატო. მიდი NDI, ნუ გაჯობებს ჯონდიაი. მოკლედ ორი ამბავი მაქვს, ცუდი და უარესი. ცუდი ის არის, რომ ქართველ ერს არჩევანის გაკეთება ყოველთვის ცუდსა და უარეს შორის უწევდა და უარესი ის არის, რომ ახლა ეგეც აღარ გამოდის. შეკითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, არ ვიცი პასუხი ეკუთვნის 27%-ს, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 24% ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 16% უარი პასუხზე, 12% არც ერთი პარტია, 6% თავისუფალი დემოკრატები, 5%. აჰა, ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ჩვენი ერი ფილოსოფოსია მეთქი. დიახ, ქართველმა ერმა ზუსტად იცის, რომ ზუსტად არ იცის, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. შესაბამისად, წინა საარჩევნო მარათონში დაწინაურდა არ ვიცი. ისე კაცო, მშვენიერი იდეაა. გავაკეთოთ ერთი ეგეთი პარტია. არ ვიცი, უცოდინარი დემოკრატები. სლოგანით რა ვიცი, გამოჩნდება რამე. და ვინც კი უვიცი პოლიტიკოსი ყავს, ყველა შევიყვანოთ მან. ხო, მაგრამ არა, ყველა არ გამოვა. მაგნეს ვერ დაიტევს ერთი პარტია. მაშინ საუკეთესო უვიცები შევიყვანოთ და შესაბამისად აღარ დაგპირდებიან რომ დაპირებებს შეასრულებენ 4 წელიწადში. იმიტომ რომ ისიც არ ეცოდინებათ, რაც უნდა დაგპირდნენ. მაგრამ ეგეთი პარტიაც რო ბევრი ყავს უკვე. თან ახლა არც ოდნაში ძალიან რთულია ქართულ ოცნებას კონკურენცია გაუწიო. რაღაცობა რა ვქნათ. არა ახლა მე რასაც უყურებ უკვე ისე მიდის საქმე რომ ამჯერად ცუდსა და უარესს კი არა, უარესსა და მთლად უარეს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ხო და რა არის ნეტავ გამოსავალი, არ ვიცი. აღშფოთებული ღარიბაშვილი ურეკავს ბიძინას. NDI-ს თავის გამოკითხვაში შეუტანია თემა, ვითომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას შენ ახდენო. და ბიძინა კიდევ პასუხობს, ვიცი, მე შევატანინეო. გამოკითხულთა 27% აღშფოთებულია. ჩვენ არჩევნებზე ხმას ვისვაძლევთ, არ ვიცით, არ გვიპასუხიაო. აბა რა უპასუხეთო? რა და ერთი მაგათი კარგიც მო
NDI-ის რეიტინგებს თუ ვენდობით, NDI-ის რეიტინგებს არ უნდა ვენდოთ ხოლმე. მაგრამ ბოლო რეიტინგები ისეთია, რომ ამ სიმართლესაც დაუმოკლდა ფეხები. და პირიქით, ტყუილს დაუგრძელდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგი, სადაც ლიდერობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 87%-ით, რაც შეეხება უკვე პოლიტიკოსებს, აქ პირველ ადგილზეა 52%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგოლაშვილი, ირაკლი ალასანია 51%, დავით უსუფაშვილი 45, დავით ბაქრაძე 44, ირაკლი ღარიბაშვილი 40. აჰა, ესეც პოლიტიკოსების რეიტინგები. მართალია ვიღაც მაინც იტყვის, არც ერთი მსიას არ ვაღიარებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი არ არის შინდლერის სიის გარდაო, მაგრამ ეგ ერთი შეხედვით არ არის სიაში. თორემ, აბა ირაკლი ღარიბაშვილი რო წერია ახლა, ეგ ვინ არის თქვენი აზრით? ვინ? ბიძინა ჩემი რა თქმა უნდა. და არც დავით ბაქრაძის მეოთხე ადგილი მიგვირს, იმიტომ რომ დავით ბაქრაძე ბოლო პერიოდში ფაქტობრივად არცად ჩანს. რაღა მერე სერგო. მერე ის რომ საუკეთესო ნაცი ის ნაცია, რომელიც საერთოდ არ ჩანს და არაფერს აკეთებს. კიდევ რა იყო კაცო იმ სიაში ესეთი ხო? არა ეხლა იმასაც კი ვიტყოდი, მარგოდა ჩემმა ამ რეიტინგებით ჩაუგდო კოვზი ნაცარში პრემიერობის მეთქი, მაგრამ არ ვიტყვი, არა. ვიღაც წამქეზებელი კი არა ვარ. კიდევ ერთხელ რო გავიმეორო, მარგოდა ჩემმა პრემიერობის აჯობა მეთქი. და თუ მაინც და მაინც ეხლა ვერ გადაიტანა პრემიეროვიჩმა ის ამბავი, მარგოდა ჩემმა რომ აჯობა. შეუძლია თავის სხვა რამით დაიმშვიდოს. ბოლოს და ბოლოს ეხლა ირმა ინაშვილზე მაღალი რეიტინგი ხო აქვს? ცოტათი. NDI-ის გამოკითხვებმა სამინისტროებსაც გაჰკრა კბილი, რასაკვირველია. და როგორც აღმოჩნდა, ქართველი ხალხი ჯანმრთელი, მაგრამ ღარიბია. ყველაზე დადებითად გამოკითხულები აფასებენ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობას და დადებითი მაჩვენებელი შეადგენს 43%-ს. ყველაზე უარყოფითად კი გამოკითხულები აფასებენ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას, ნოდარ ხადურის უწყებას 6% აქვს. მე შეგახსენებთ 2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ იგივე მაჩვენებლებს და შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბერს დამდგარ შედეგს. აგვიწყვია ცხოვრება და ეგა. თავარი ხომ ის არის ეხლა ბავშვები იყვნენ ჯანმრთელად, თორემ ფინანსთა სამინისტრო მიეწია ლარის კურსს, კეთო. არა ეხლა ბოლო ადგილზე კი გავიდა, მაგრამ უკვე ისაა მისასალმებელი, რომ საერთოდ გავიდა. აბა ეხლა პირიქით გაეკეთებინათ გამოკითხვა. რომელია ყველაზე უნიათო სამინისტრო? ნახავდით მეორე ადგილზე თუ არ გავიდოდა. რას ქვია მეორეზე რატო? იმიტომ რომ პირველზე ვერ გავა ისეთი უნიათო. ნოდარ ხადურს კიდევ როგორც ჩანს არ ჯერა ამ გამოკითხვების. არც მე არ დავიჯერებდი ეხლა ამდენი ვალი რომ არ მქონდეს და ალბათ არც არავინ დაიჯერებდა ფინანსურად რომ ულხინდეს. ან შეიძლება ულხინდ კიდეც, ხო, და მალავე ხადურის ჯინაზე. ხო კაცო, ეს ეკონომიკური კრიზისი კი არა. მთელი ერის შეთქმულებაა ხადურის წინააღმდეგ. პროდუქტების არ გაწვიდებულა. უბრალოდ ჩვენ ვიხდით ძვირს. ლარის კურსიც ისევ ლარი და 65-ია. პენსიების გაორმაგდა და სამუშაო ადგილები იმდენია, ნათესავებიც აღარ ყოფნის, ხო? ხო, ნოდარ ხო. წამითაც არ დაიჯერო ფინანსთა სამინისტროს ურეიტინგობა. იმ სიმღერისა არ იყოს, ყველაფერი რიგზეა. ასია თუ ისეა, იძირება გები, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ხადურს მიუთითებენ, რა არის? ბოლო რამდენიმე გამოკითხვის შედეგად თქვენი სამინისტრო სულ ბოლო ადგილზეაო. და ხადური კიდევ პასუხობს, აბარა, მე ხომ დათვლით, რომ სტაბილურობას მივაღწევდითო. მამან სუკვირს NDI-ის პოლიტიკოსების რეიტინგების სიაში ბიძინა რატომ არ არისო? და ჩაბანი კიდევ პასუხობს, ბიძინა სხვა სიაშიო. მერე როგორი შედეგი აქვსო? მაგარი, მარტო ბუდა უგებს ცოტათიო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასე გოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი.